ციფრებს. აი გეტყვი ციფრებს. ან მეთესლეობა, თვითონ მებოსტნეობა და ასე შემდეგ უამრავი მიმართულება იყო, რომელიც იყო სრული წარმოუდგენელია დღეს, რომ საქართველოს ამას მიაღწიოს. კი ბატონო. მე შემიძლია გითხრა 1988 წლის ზოგიერთი ციფრი. კი ბატონო. გამხელა ეკონომიკა გქონდა. ესე იგი პირველი წამყვანი დარგი იყო ეს რა თქმა უნდა დამამუშავებელი მრეწველობა და უმთავრესი იყო მანქანათმშენებლობა. მანქანათმშენებლობა იყო ლიდერი დარგი აშკარად. ვაწარმოებდით სატვირთო ავტომობილებს, ვაწარმოებდით სოფლის მეურნეობის დანადგარებს, მანქანადანადგარებს, ვაგონებს, ელმავლებს, ორი ქარხანა გქონდა, ვაგონმშენებელი და ელმავნმშენებელი. ვაწარმოებდით გემებს, მათ შორის ჰქონდა უნიკალური ქართული ფოთისგემშენებელი ქარხანა. უნიკალური ესე იგი ტექნოლოგია კომეფრთოსანი რაკეტის. აი ზუსტად ფოთის ეხლა სადაც სპეისი არის განთავსებული. კომეტა მე ბავშვობაში ნამგზავრი ვარ ბათუმი ფოთი და ნუ რაღაცა 80-120 კილომეტრი სიჩქარე დადიოდა ფრთიანი ესეთი რაკეტა იყო და რა ვიცი უნიკალური რაღაცა ეგ უცხოეთშიც იყიდებოდა სხვათა შორის. შემდეგ ჰქონდა თვითმფრინავებს ვამზადებდი. ჩარხმჩენებლობა, აი ხა 30-იან წლებში კიროვის ცნობილი ქარხანა, ლეგენდარული ქარხანა, უნიკალური ჩარხებს ვაწარმოებდით, რომელიც 90-იან წლებში კი აწარმოებ ჩარხებს და უცხოეთში. შემდეგ 60-იანი წლების ბოლოდან აშენდა ბათუმის მანქანათმშენებელი ქარხანა და როგორც მე დათო ჩხენკელმა მითხრა, ეს გაკეთა იმიტომ, რომ აი თურქეთისთვის ეშენებიათ, რომ სუპერ თანამედროვე მანქანათმშენებელი ქარხანა არის აჭარაში და ბათუმში და თურქეთის აღმოსავლეთით საერთოდ განუვითარებელი იყო. და 22 ქვეყანას მამაჩემი იყო დირექტორი. 22 ქვეყანას აწვდენ ჩაის გადამამუშავებელ ხაზებს, სოფლის მეურნეობის სხვა დანადგარებს. რადიო ქარხანა, მიონი. აი მე უკვე ითვლებოდა ქიმბოჩკო, როცა იგივე აზოტი, რა ვიცი, აი გოსპლანი, სრული ინდუსტრიალიზაცია იყო ქვეყნის. გოსპლანი როცა გეგმავდა სად რა გავაკეთოთ, საქართველოში მოდიოდა მაღალი ინტელექტუალური მეცნიერება ტევადი საწარმოების განვითარება, იმიტომ რომ ქართული მეცნიერულ-ტექნიკური ელიტა იყო ძალიან მაღალი მომზადებული და მაღალი ინტელექტუალური. აი მიონი, ეხლა ჩიპებზე სოფლიო ომია დაწყებული ლამის ჩიპებზე. ხო და ჩინეთსა და ამერიკას შორის. 80-იან წლებში ჩვენ ვაწარმოებდით ჩიპებს. ეხლა შეიძლება მიკროსკოპული ზომის არ იყო, მაგრამ რო გაგვევითარებინა ეხლა უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდა. მიკროსკოპები, კასპში წყალქვეშა ნავის კვანძები მზადდებოდა, ლითოფონის ქარხანა, მოკლედ კაპიტალიზაცია ქართული ინდუსტრიის 88 წლის ქარხანა, შუშას ვაწარმოებდით საკუთარს. კი ბატონო. კაპიტალიზაცია ქართული სამრეწველო პოტენციალის იყო 180-დან 200 მილიარდამდე 88 წლისთვის დღევანდელი ფასებით რო შევაფასოთ. და გამოშვება ჰქონდათ 5-6 მილიარდი მანეთი. ეხა 5-6 მილიარდი მანეთი რო გადავიყვანოთ, ხო, 1.8-თან დაახლოებით არის კურსი. ანუ მაშინდელი 88 წლის მანეთი დაახლოებით 8 დღევანდელი დოლარია. გამოდის რომ სადღაც თითქმის 40 მილიარდი პლუს მინუს ახლა ბიუჯეტი. ხო. ეს უხეში დათვლა რა თქმა უნდა, მე საიდან ვამბობ კურს 1.8-თან, იმიტომ რომ 88 წელს ერთი მანეთით ყიდულობდი იმდენ ხორცს, რამდენსაც ამერიკაში 2.7 დოლარით. ხო, იმიტომ რომ იყო კვლავწარმოება, საკონსერვო მრეწველობა იყო განვითარებული, მებოსტნეობა იყო განვითარებული, კიტრი მოდიოდა, დიდი რაოდენობით პომიდორი მოდიოდა, ბულგარული წიწაკა, რა ბადრიჯანი, სულ ყველაფერი ჩვენთან მოდიოდა. აბსოლუტურად. არაფრის შემოტანა არ გჭირდებოდა, არც თურქეთიდან და არც ჩინეთიდან და არც ინდოეთიდან. რა დარგები იყო განვითარებული? ნუ მანქანათმშენებლობა, ცალსახად ლიდერი და ჩარხმჩენებლობა და ძიმე მრეწველობა, მეტალურგიული, ქიმიური წარმოება, ეს აზოტის ქარხანა უნიკალური აშენდა. ფერო, კაპროლაქტამიდს კი გამოუშვეს ბოჭკო, ისა ფეროს ქარხანა, მარგანეცი, თან როგორ იქნებოდა, რომ კომპლექსურად აკეთებდნენ. ანუ აი მაგალითად ქვანახშირი ტყიბულში ხო მოიპოვებოდა, თავისი თბოელექტროსადგური ქონდა ქვანახშირზე და ქუთაისს ამარაგებდა, ქუთაისის ავტოქარხანას და მეტალურგიულს დენით. ფეროს იგივე მარგანეცის მოპოვება, შემდეგ ჩადიოდა ზესტაფონში და ფერო და მედიოდა მე ეს ლითო ფოლადის წარმოებლებთან.
ანუ კომპლექსურად ავითარებდნენ და რასაც მოქონდა დიდი სინერგიული ეფექტი. შემდეგ იყო სამშენებლო მასალების წარმოება ჩვენთან, ცემენტის ქარხანა, საგურების წარმოება, სამშენებლო ბლოკების, კრამიტი, ბატონო, ეს ყველაფერი. შემდეგ იყო მეორე სიდიდით, ხო? სექტორი ეს იყო კვების მრეწველობა. პირველი მანქანათმშენებლობა და ეს ძიმე მრეწველობა დამამუშავებელი და მეორე იყო დაახლოებით 500 საწარმო კვების მრეწველობის, რომელიც უშვებდა კონსერვებს, ხილფაფებს, კონცენტრატებს, მაგალითად 88 წელს გამოშვებული იქნა 970 მილიონი პირობითი კილა კონსერვი. 970 მილიონი, თითქმის მილიარდი, ხო? ეს ახლა პატარა საქართველოსთვის უზარმაზარი ციფრია. შემდეგ მაგრამ ბაზარი გქონდა, ირაკლი ძალიან დიდი ბაზარი გქონდა. მთელ მსოფლიოში იყიდებოდა ფაქტიურად ეს პროდუქცია. ბატონო, ექსპორტზე გადიოდა და 30-იანი წლებიდან სპოთაშორის აი ბერიამ რაც გააკეთა, ბევრი რაღაცა ექსპორტზე გადიოდა, ვალუტა შემოდიოდა. შემდეგ ეთერზეთების წარმოება იყო უნიკალური და მასშტაბური. კიმბოჭკო კი არა. ეთერზეთების ქარხანა რო იყო აქ იმაში, რა ქვია, ნათლუღში. არა მარტო დასავლეთ საქართველოში საღებავების წარმოება იყო, მაგრამ ნუ ეხა ცხიმბოჭკო. თუ რაღაცა მსგავსი ერქვა, აღარ მახსოვს. შემდეგ ბუნებრივი საღებავების წარმოება იყო, ძალიან თბილისში იყო ქარხანა. ალოეს ექსტრაქტი. ხო, ეხა თითქოს რა უნდა იყოს ალოეს ექსტრაქტი? 20 მილიონი დოლარის ალოეს ექსტრაქტი იყიდებოდა საქართველოსთან. ბათუმში იყო პლანტაციები, აჭარაში, იქ წარმოება თბილისშიც იყო. ალოეს აშენებდნენ პლანტაციებზე და მისგან კონცენტრატს იღებდნენ. ფარმაცევტიკა მაშინ მცენარეულ ესე როგორ სხვანაირი სისტემა იყო სემაშკოს მოდელში. აფთიაქში რო შეხვიდოდი, ადამიანს ვერ ნახავდი. ჯანმრთელი იყო ხალხი. ანუ რატო იყო ჯანმრთელი? იმიტომ რომ ჯანმრთელობის დაცვის პროფილაქტიკური ღონისძიებები ჰქონდათ მაღალ დონეზე. მაგალითად, სკოლებში ხო გახსოვს რომ დილის გამამხნევებელი ვარჯიში. კი ბატონო. ხო, რამდენი წუთიანი იყო? 7-10 წუთი. აუცილებლად გარეთ და არა სკოლაში. გარეთ, სუფთა ხარზე. ეხა ეს რისთვის იყო? ნამთარ ზაფხულ. ეს რისთვის იყო? რომ ორგანიზმი ჩართული იყო, გამოუძინებელი ბავშვები ისა, ნივთიერებათა ცვლა გაძლიერებული იყო, ლიმფის მოძრაობა უფრო სწრაფი გამხდარიყო, ლიმფა რა არის? ადამიანს ლიმფა აქვს, ლიმფა მთავარი. ლიმფა მოძრაობს საათში 3 სანტიმეტრის სიჩქარე და თუ ირბენან რაღაცა გარკვეულ შრომას გასწევ, ჩქარდება ეს. სპორტსმენები ჯანმრთელები რატო არიან? იმიტომ რომ ლიმფა მოძრაობს უფრო სწრაფად. 526 თუ 25 ლიმფური კვანძი გვაქვს, უფრო სწრაფად გადის. სხვათა შორის ახლა ჩემთან იყვნენ ჩამოსული მეცნიერები რუსეთიდან და საქართველოში უნდათ რომ წყალი გამოუშვან ლიმფის გააქტიურების 45%-ით ააქტიურებს ლიმფას. ისეთი წყალია. არის ეგეთი საშუალებები. ნუ ფიზიკური დატვირთვა ზომიერად თქო უნდა ოპტიმალურია მაგისთვის, საუნად სხვათა შორის ლიმფას აჩქარებს. ცხელ წყალში ფეხების ჩადება რატოა? იმიტომ რომ ლიმფა მოძრაობას იწყებს ქვევიდან და ორგანიზმი უფრო მალე ებრძვის ამემებს, პათოგენებს, ვირუსებს, ბაქტერიებს და ტოქსინებს და გამოყავს ორგანიზმიდან. და ეს ბავშვებს რო აკეთებიებდნენ ამ დილის გვაკეთებინებდნენ. ეს ჯანმრთელობას, იმუნიტეტს ამაღლებს, სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის და აფთიაქში შესვლა აღარ გჭირდება ადამიანს. ხო, აცრები იყო კიდე გეგმიური, რომელიც იცავდა რაღაც განსაკუთრებული ეპიდემიებისას. ხო, და სხვათა შორის ის აცრები, სხვა აცრებია, დღევანდელი აცრების ცოტა სხვა აცრებია. ეს გენმოდიფიცირებული და mRNA ვაქცინების მიმართ ბევრი შეკითხვა არსებობს, მით უმეტეს კოვიდის შემდეგ ეს შეკითხვები არის და ნდობის ხარისხი აცრების მიმართ რაც იყო საბჭოთა დროს და დღეს ნუ სხვადასხვა. ხა ამერიკაში ამას მაგალითად ეს ტრამპმა ვინც დანიშნა რობერტ კენედი უმცროსი ხო მაგ ამბობს რომ ჩვენ ვფიქრობთ თუ არაუდობთ რომ აცრების გამო აუტიზმის შემთხვევებია გახშირებული თან რაღაც ასობით მოიმატა აუტიზმი. და სხვა გვერდით მომავლენება, ნუ ეს სხვა თემა. ეხლა მრეწველობა ვთქვით, ხო, რამდენს უშვებდა წელიწადში. სოფლის მეურნეობა 4-დან 5 მილიარდ მონეტამდე. ანუ გავამრავლოთ 8-ზე, გამოდის თითქმის 40 მილიარდი დღევანდელი დოლარის პროდუქცია გამოდიოდა სოფლის მეურნეობაში.
ტრაქტორების რაოდენობა კატასტროფულად მაღალი, მექანიზაცია მაღალი და რაც მთავარია იყოს C-კავშირის ცენტრალიზებული გაყიდვების, ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი. ეს იყო გადამწყვეტი და ეს გადაიღო მერე თურქეთმა. ესე უმამრავმა ქვეყანამ ეს გადაიღო. ეხლა ჩვენ დავანგრიეთ. ჩვენ რა თქმა უნდა დავანგრიეთ და არაფერ თურქეთი მაგით მუშაობს დღეს. ანუ თურქეთი რას აკეთებს? აქვს რამდენიმე, ესე იგი, რეგიონების მიხედვით სასაწყობე ფართები, რომელშიც 4-5,000 ტონის მაცივრები მათ შორის განთავსება შეიძლება და ესე იგი, გლეხი თავისი მოსავლით მიდის. იქ ამას მიიღებენ, იქვე შეუძლიათ სორტირება ან იქვე იყიდონ შეუძლიათ და მე უდებენ უფასოა, თითქმის უფასოა განთავსება, ესე იგი დღეში იხდიან ღირებულების 0.02%. ფაქტურად არაფერი. და მეორე მხრიდან ამ ლოჯისტიკური ჰაბის, ხო, მოდიან მყიდველები, ქსელები, ექსპორტიორები და ასე შემდეგ. ეს ფერმერი და მყიდველი ერთმანეთს არ ხვდება. და იმართება იქ აუქციონი. ოღონდ მთავრობა ყოველ დღე გამოსცემს, რომ მე ატამში ვიხდი მინიმუმ ამდენს. ჩაიში ვიხდი მინიმუმ ამდენს, რა ვიცი, თამბაქოში ვიხდი მინიმუმ ამდენს. ანუ გლეხს გარანტირებული აქვს სამართლიანი ფასი. წაგებაში ის არც ერთ შემთხვევაში არ წავა. ის მთავრობა რასაც, ესე იგი, თუ მეტად გაყიდა აუქციონის შედეგად, ხო კარგი, თუ არ გაყიდა, მთავრობა ყიდულობს გამოცხადებულ ფასად, რომელიც მეტია, ვიდრე მას დაუждდა, იმიტომ რომ მთავრობა სწავლობს რა ჯდება რაღაც კულტურის მოყვან. დავუშვათ, გაუყიდავს კიდე რასაც მთავრობა შეიძენს. იმას როგორც სუბსიდიის სახით აძლევენ საკონსერვო წარმოებებს, კონცენტრატების, ხილფაფების, კონსერვების საწარმოებლად. აი ეს მოდელი ახლა გადაიღო აზერბაიჯანმა 10,000 ტონაზე გახსნეს აგერ დასავლეთ აზერბაიჯანში უზარმაზარი ცენტრი. ჩვენსკენ იყო ჩასული ჩვენი ერთი ნახეს და იქ აზერბაიჯანელმა ტექნოლოგმა ვინც ნასლოვმა ინჟინერმა უთხრა რომ ჩვენო ადრეო საქართველოში ჩამოვდიოდით ტექნოლოგიების გასაცნობათო და ეხლა ხედავ შენ ჩამოხვედი აგერ. და მართლაც ესეა ახლა აზერბაიჯანი რატო? იმიტომ რომ სახელმწიფო გეგმავს, სახელმწიფო ასრულებს და მე რო გავა იალქნებს გაშლის ბიზნესი, მე გაყიდე კაცო მიეცი მართვაში. ხო და რატო არ ვაკეთებ ჩვენც იგივეს? აკრძალული გვაქვს. მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, საერთაშორისო საფინანსო სისტემა. აზერბაიჯანი სუვერენული ქვეყანაა, კოლონიალური სტატუსი არ აქვს და ის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს ეკონომიკაში მათ შორის. აზერბაიჯანმა არ შეუშვა ეგენი, ხო? ხო არ დადგა დრო რომ ჩვენც იგივე გზას დავართ. დადგა უკვე გუშინ იყო ამის გაკეთება საჭირო, მაგას ვიძახით ჩემს ყოველ გამოსვლაში, რომ ეკონომიკური კოლონიალური უღელი უნდა მოვიშოროთ. კაბალაში ვართ, ვალები დაგვადეს, უბედურებაში ვართ, ვერ ვითარდებით, დემოგრაფიულად ვიცლებით, შრომითი რესურსი გადის. შემდეგი ჩვენი გადაცემა დემოგრაფიას მიეწონება თავიდან ბოლომდე და ამიტომ დემოგრაფიაზე ნაკლები თვილაპარაკობთ. ამიტომ აი ნობელის პრემიის ლაურეატი ერიკ რაინარტი რო იყო საქართველოში, გითხრა კაცო, ამ დასავლეთ ევროპას და ამერიკელებს უსმენთო, მოусმინეთო, მაგრამ ისე რასაც გეუბნებიან არ გააკეთოთ თუ გააკეთეთ, მათ როგორც აქვთ ისევ. ამას თუ მივყევით, ჩვენ ვიქნებით განვითარებული, ჩვენი გეგმა არ გვაქვს, განვითარების გეგმა არ. ვაშენებთ სახელმწიფოს, თითქოს ასე ქვია, მაგრამ გეგმა არ აქვს. გეგმის მიხედვით არ ვაშენებთ, ხო? ეს ლიბერალური თავისუფალი ვაჭრობა უბრალოდ კლავს საქართველოს პერსპექტივას ეკონომიკასაც. ეს ხო, სისტემა, ეხლა ზრდა არის, მე არ მინდა წარმოვადგინო ისე, რომ თითქოს კატასტროფა. ხომ არა ეს და რის ხარჯზია ირაკლი? ზრდა არის მომსახურების სექტორი, რაღა ტურიზმი და ჩვენი შრომითი რესურსების ხარჯზე, რომელიც გასულია უცხოეთში და მესამედ ფაში. აგზავნის იქიდან ფულს. აგზავნის იქიდან ფულს. დაახლოებით 5 მილიარდი შემოდის თუ არ ვსწრები ეს გზავნელებით. და პლუს ომი არის უკრაინაში და მთელი ეს ეკონომიკური აქტივები საქართველოსკენ წამოიმართა რუსეთიდან, უკრაინიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, მათ შორის ყაზახეთიდან, მათ შორის მთელი რიგი ქვეყნ ბელორუსიდან და ამანაც განაპირობას და მაგრამ ეს ომი რო გაჩერდება, მე რის ხარჯზე უნდა განვითარდეთ. მე შეიძლება რისკებია ინფლაციის დაწყვეტა, ხალხში ფული გაჩნდა. მოთხოვნა არის რომ რაღაცა იყიდოს, რაღაცა რო იყიდოს, კი ბატონო, გაიყიდა ის, მაგრამ მეორეჯერ ხო უნდა შემოიტანო, მეორეჯერ რო შემოიტანო, ვალუტა გჭირდება. ვალუტა თუ გჭირდება, უნდა ლარი გაყიდო, ანუ ლარი გამოუშვა ბაზარზე ბევრი და ლარი ბაზარზე ბევრი რო გაჩნდება და საქონელის შემოსატანად საკმარისი დოლარი არ იქნება, ეგ ნიშნავს სტაგფლაციას, ანუ ფული ბევრია, ვერ შემოგაკ ვალუტის ნაკლებობის გამო ეროვნულმა ბანკმა უნდა მოამარაგოს ვალუტით ესე იგი ბაზარი
და ეს ნელ-ნელა სპირალით ეს ეროვნული ბანკი ახლა უსასრულო ხო რა 5 მილიარდი დოლარის რეზერვი გვაქვს სავალუტო. ამიტომ მაგრამ ფულს რა ამყარებს ქვეყანაში? ფულს ამყარებს ერთი ნავთობი და ბუნებრივი რესურსები თუ რამე ბევრი გაქვს, რაც ჩვენ ბევრი არ გვაქვს. მეორე ამყარებს ესე იგი სავალუტო ვალუტა, უცხოური ვალუტის ინტერვენცია, ეროვნული ბანკი იქნება თუ კერძო ბიზნესი თუ ასე შემდეგ და მესამე ეს არის პროდუქცია. თუ პროდუქციას უშვებ, ფული არის გამყარებული, ანუ მოთხოვნა არის მიწოდება ვალუტა შემოგაქვს ქვეყანაში და არა გაგაქვს მაგ შემთხვევაში. ფული საკონელი ფული ადამ სმითის ცნობილი ფორმულა. ამიტომ ჩვენთვის ახლა აი არხი მნიშვნელოვანია, რომ რეალური სექტორი ახლა დავიწყოთ უკვე განვითარება. რაღაცა ვითარდება, მაგრამ ნუ მასშტაბები ის არ არის. ახლა ერთ-ერთმა კონსტრუქტორმა მარტო ბოლო 10 წელიწადში 300 სამრეწველო ობიექტი დააპროექტა და განახორციელა, მაგრამ ეს ზომები არის, ნუ სხვანაირი ზომები, როგორ იცი, 50-100 კაციანი საწარმოებია ეს ამ კონსტრუქტორმა. რატო ჩხენკელზე მაქვს საუბარი? არის სხვა კონსტრუქტორები, ანუ რაღაც საწარმოები კეთდება, ეხლა თლათ ისეც არ არის, რომ სტერილურია სიტუაცია, მაგრამ მე მაქვს საუბარი კომპლექსურ მიდგომაზე. გაიკეთდა მაგალითად პამპერსების ქარხანა, ხო? ბავშვის საფენები, ჰიგიენური საფენების ქარხანა. ნუ აი ფანტასტიკური სუპერ თანამედროვე მოწყობილობით გააკეთეს და აღმოჩნდა, რომ ეს ადსორბენტი შიგნით რაც იდება, რაც იწოვს სითხეს. აი იმის გამო რომ იმპორტის გადასახადი არ არის უცხოურ პამპერსებზე, ვერ უგებს კონკურენციაში. და მთავრობას ხდოვეს, რომ აი იმ ადსორბენტის შემოტანა DGG-სგან გამითავისუფლე. 18%-ია DGG რო შემოგაქვს, ხო? არა, მთავრობა არ გაათავისუფლა და დახურეს ქარხანა, დაშალეს და ეხლა ყიდიან დანადგარებს მთელ მსოფლიოში. ის იყო ქიმიური ქარხანა ბერტა, ხო, მე მგონი? ხო. დაიწყეს რაღაცა ფხვნილების გამოშვება, ნუ საყოფად ცხოვრებო, მთავრობისგან არაფერი, Procter & Gamble-მა და თურქულმა ქიმიამ გადაუარა ნუ მოკლედ პროტექციონისტული ზომიერი პროტექციონისტული პოლიტიკის გარეშე არ გამოვა ეგ ამბავი რა და პლუს კიდე კანონით DGG-სგან განთავისუფლებულია საწარმოო ხაზების იმპორტი, მაგრამ რეალურად ახტევიდებენ. ეგ სადაური ქართულია. ირაკლი, აი ჩვენ ვისაუბრეთ ბევრი საბჭოეთის დროიდან ეკონომიკაზე 88 წლამდე. და შემდეგ რა მოხდა რა ჯადოქრობა ჩატარდა, იმიტომ რომ ხალხი ვერ გებულობს რა მოხდა სილამდვილეში. აი როგორ გაქრა ეს ამხელა ეკონომიკა, ხო? 2 წელიწადში. 2 წელიწადში რა ასე ვთქვათ, ჯადო მოგვიწყო ვიღაცამ, რომ 2 წელიწადში უცებ ეს ეკონომიკა აორთქლდა, თუ სად გაქრა კაცმა არ იცის, რაღაცა გეგონება რაღაცა წამალი გაგვიკეთეს და დავერიეთ ამ ეკონომიკას, ქარხნები დავანგრიეთ, კოლმეურნეობები დავანგრიეთ, შევცვალეთ ყველაფერი, აგურ-აგურ გავიტანეთ ქარხნები, შემდეგ მივიდექით დაზგები გავყიდეთ, ოქროს ფასიანი დაზგები გავყიდეთ თურქეთში, კაპიკებად და ირანში და ფიქრობდნენ ეს ირანელები და თურქები ესენი გიჟები არიან, რას ყიდიან. აი წარმოიდგინე, როგორი დაზგები არის გაყიდული. ხოთაშორის აი აქ ინსტრუმენტალური ქარხანა რო იყო, სადაც ბატონი ბიძინა მუშაობდა, ხო? მაგის ქარხანაში მე პრაქტიკაზე დავდიოდი ხშირად, ხო, მეტალურგიული მაგ დამთავრებული. მეტალურგიულ ქარხანაში. აი გაუგნებული ვიყავ ისეთი დონის დაზგები იდგა რა, აი სასწაული. ხო, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ბევრ ქარხანა ჩემთვის მუზეუმის შემდეგ ერთ-ერთი სანუკვარი სანახავია, ყველა ქვეყანაში რომ მივდივარ, ქარხნებში მივდივარ, აი მეგობრების იმეებს ვნახულობ. აი გაოგნებული ვიყავი ისეთი აპარატურა იდგა მართლაც. და დღეს ეს კაპიკებში გავყიდეთ და რა მოხდა? მოხდა ის, რომ ვინც ანგრევდა საბჭოთა კავშირს, ანუ რუსეთის ელიტა, მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ შედის ეს სივრცე ახალ წყობაში, ანუ კაპიტალისტურ წყობაში. მაგრამ კაპიტალისტურ წყობაში არის გამოთქმა ესეთი ადამიანისთვის მგელია. ანუ იქ უკვე კონკურენცია არავის არ ჭირდება კონკურენტი,
შესაბამისად ბევრი ეს მარტო რუსებს არ ეხებათ და დასავლეთიდან სხვას ეაფასებდნენ. ეხლა დასავლეთს 90-იან წლებში და 80-იან წლების ბოლოს უკვე წყლობა ჰქონდა გოსპლანის მასალების. ყველა გეგმაზე. ხო, ანუ ზუსტად იცოდნენ გრამებში რამდენი საკუთარი აგენტურის თვალს. ხო, არა, რუსები მაღალ ჩინოსნები უკვე ნათელი გაყიდული ჰქონდათ ქვეყანა. იდეიდან ყველაფერს კაცო. ის ბოლო KGB-ს ბოლო დირექტორმა ისე რაგვარი იყო ბაკატინმა მიყიდა ამერიკის მხარეს მოსკოვში ამერიკის საელჩოს მოსასმენი აპარატურის სქემა. ხო, ნუ რაც ბერია მიცვალა და აი ბერიამ სამწუხაროდ ბერიას შთამომავლობა მიცვალა. ხო. როგორი თემა იყო, ეს საინტერესო ეპიზოდია სხვათა შორის. ესე იგი, ამერიკელები მოსკოვში აშენებდნენ ახალ საელჩოს 80-იან წლებში ხდება. ბავშვების ის რომ მიუტანეს, ხო, ბავშვების გაკეთებული დროშა, ამერიკის დროშა, სადაც მოსასმენი. ეგ ერთი ეპიზოდია. აი ნახე რა ხდებოდა და შეუკვეთეს, ესე აგურისგან გვინდა. შეუკვეთეს აგურები და სამშენებლო მასალები, მთელი კონსტრუქციები თურქეთში. და KGB-მ თურქეთში ამ აგურებში ჩაამონტაჟა მოსასმენი აპარატურა. სათვალთვალოები მოსასმენი აპარატურა და თურქებმა ჩამოიტანეს, ააშენეს ესე და ამერიკელები გონზე არ არიან ახლა გაახსნეს, შევიდნენ რაღაცა და მერე რომ ბაკატინმა გადასცეს ესა და რაღაცა ესე იგი დაანგრიეს კედლები და ამოიღეს 40 ტონა მოსასმენი აპარატურა. მე პატარა ვიყავ, ბავშვი 14-15 წლის ვიყავი, მახსოვს სიუჟეტი პრემიაში გავიდა და ამერიკელებმა ესე დაალაგეს რაღაცა რელეები 3 მეტრიანი. ხო, უნიკალური ოპერაცია იყო და ეს აი ასე იყიდნენ და ანუ რა მინდა ვთქვა რომ უცხოელებმა დასავლეთმა გრამებში იცოდა რამდენი ფერადელი თონია საქართველოში, რამდენი მეტალი არა და ყველაფერი ხე-ტყე თუ რამე ძვირფასი იყო რა ჩარხია ეს. და ეხლა შეხედეს და ეს არისო, ეს ეკონომიკური ვეფხვიაო რა რეალურად და მართლაც ეგრე იყო საქართველოს ეკონომიკური დონით ერთსულ მოსახლეზე ევროპის ხუთეულში შედიოდა. აი 88-99 წლების პროდუქციით და ეკონომიკით. ჩამორჩებოდით ალბათ შვეიცარიას, ლუქსემბურგს შეიძლება, სადღაც ავსტრიას. ცხოვრების დონე ძალიან მაღალი იყო რა. აი იმიტომ რომ მახსოვს სოფლად რომ მიხვიდოდი გლეხი პირველ რიგში ხათა მიყავდა, სასმელი ქონდა, ღორს დაგიკლავდა, ძროხას დაგიკლავ ყველაფერს. ისეთი ხვავი ბარაკა იყო გლეხში. კი, არა, პირუტყვის რაოდენობა ახლა აი დღეს არის 800.000 სული მსხვილფეხა პირუტყვი, თუ ცოტა მეტი. მაშინ იყო 1.600.000 88 წელს ორჯერ მეტი. ცხვარი დღეს არის აი ესე სადღაც 800.000-მდე. მაშინ იყო 2 მილიონზე მეტი. 2.300.000 თუ ორსტები. ნუ ქათმის კვერცხის წარმოება არა 0 მილიარდები ცალობით. რძის წარმოება არა 0, კარტოფილი 100.000-ობით ტონა. ნუ რაღაც ანომალიური პომიდორი და ბოსტონელი ნიორი. დაუჯერებელი აფილო და ასე შემდეგ. ხო და გაითვალისწინო ეს ყველაფერი კეთდებოდა დღევანდელი სისტემური პესტიციდების და უბედურების გარეშე. კი ბატონო. რაღაცას შხამქიმიკატებს ხმარობდნენ კომუნისტებიც, მაგრამ ნუ ნორმები იყო და გოსტით უნდა ყოფილიყო და დღეს რომ მიასხამენ ესე იგი ამ შხამს ის მიწიდან ხო არ გადის დეგრადაციას უნდა წლები. და ბევრი ქართული პროდუქტი საზიანოსკია დღეს. იმპორტზე აღარ ვლაპარაკობ იმაში სულ ისე. ხო და როგორ გაქრა ეს ეკონომიკა? აი როგორ გაქრა? მოკლედ, შეხედეს ახლა ამ დასავლეთში, რომ ეს აგერ ვეფხვია 200 მილიარდის კაპიტალიზაციის მრეწველობა აქვს, უზარმაზარი სოფლის მეურნეობა რაღაცა 10,000-ობით ტრაქტორი და კომბაინი და ისა. რა ვქნათ? ნუ თან ვითომ და დახმარების პროგრამები ხო მარშალის გეგმას ველოდებით ახლა ჩვენ რომანტიკში ვართ აგვაყვავებენ ასე შემდეგ ბორჯომი გვარჩენს ბალახ შევჭამთ რაღაცეები და კი საუბრობთ მაგას ხო მეც მიღია მაგაში მონაწილეობა ხო და ვაღიარებ ჩემწოდებს და ნუ ამ დროს რა იყო საჭირო რომ გადარჩენილიყო რაღაცა ნაწილი ყველაფერი ვერ გადარჩებოდა იმიტომ რომ ინტეგრალური კავშირები ისეთი იყო ბევრი რაღაცა დაკავშირებული იყო რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის საწარმოებთან უკრაინა მოახერხა 40% მრეწველობის გადარჩენა კუჩმას დროს
მერე ისიც გაიფლანგა და ვერ მოუარეს, მაგრამ მაშინ მომენტისთვის გადაარჩინეს. აი ჩვენ რო გადაგვერჩინა 40% მაინც, 30% მაინც, ხო? 70%-ის კაპიტალიზაციის მრეწველობა რო გადაგვერჩინა და მოდერნიზაცია მოგვეხთინა და კონვერგენცია, კაპიტალიზმზე მორგება. რა იყო საჭირო? ზოგადი მაგას ამბობდა კონვერგენციის თეორიას და ბესო გუგუშვილიც მაგას აპირებდა, მაგრამ შემდეგ დაამხეს ზვიადი და უკვე ვეღარ მოასწრეთ მათ კონვერგენციის თეორიის განვითარება. ხო, აი რომ მოგვეხთინა, ესე იგი გვექნებოდა 70 მილიარდი დოლარის მრეწველობა, რომლის გამოშვება იქნებოდა სადღაც 1-2 მილიარდი სამრეწველო პროდუქტი და მერე განვითარდებოდა დღეს სავარაუდოდ 10-12 მილიარდის მარტო სამრეწველო პროდუქტი გვექნებოდა. რაც ნიშნავს იმას, რომ ხელფასები, აი მინსკმა გადაარჩინა, 80% გადაარჩინა მრეწველობას. ბალტიის ქვეყნებმა? ბალტიის არა, იმათ დაუხურეს, იმათ ყველაფერი დაუხურეს. ბალტიის პირეთში საწარმოები. ერთ-ერთი მინსკმა გადაარჩინა და ჩანს კიდევაც მინსკის დაუხურეს. ბალტიის პირეთმა კი გადაარჩინა, მაგრამ ევროკავშირში რო შევიდა, ევროკავშირმა უთხრა, რომ აი ლიტვას მაგალითად უთხრეს, რომ შენ ახლა რო გაქვს ინდუსტრიული ზის წარმოება და ზის პროდუქტების ბოდიშის ექს-საფრანგეთის ნიშა დაუყურეს. ესტონეთს ძალიან დიდი ქონდა, ცოტა დაუტოვეს, ატომური ელექტროსადგური დაუყურეს ევროკავშირმა. ბულგარეთში კვების მრეწველობა იყო უზარმაზარი, დაუყურეს, გაუჩერეს. იგივე რუმინეთში. ხო, რუმინეთშიც ბევრი რაღაც. ანუ და ესე იგი რა უნდა ყოფილიყო წესით დახმარება რო ზდომოდა, ხო, დასავლეთს. საკრედიტო რესურსი უნდა მოეცათ, რომ მოდერნიზაცია, იაფი თუნდაც ზვირი. თუნდაც დღესაც ზვირად გვაძლევენ, ახლა ევრობონდები რო გვაქვს აღებული 9 მილიარდი სააკაშვილმა რო იყო 7.9 თითქმის 7%-ით. 5%-იანი მაინც რომ მოეცათ, 5%-იანი კრედიტი, ბევრი საწარმო, იმიტომ რომ საბრუნავი საშუალება აღარ იყო. ძირითადი საშუალებები იყო მწყობში, ყველაფერი, საბრუნავი საშუალებების პრობლემა იყო, ლარი თუ მანეთი გაკუპონდა, ფულს ფასი არ ქონდა, ჰიპერინფლაცია. ყაჩაღობა დაიწყო, ხო, ეს მხედრიონი მოვიდა, ხელისუფლება დაამხეს, კანონიერი სროლები დაიწყეს და ვესაც როგორ ძალა ქონდა, ის იღებდა და მიქონდა სახში, ხო? ყველაფერს ანგრევდა და აფუჭებდა. ეს პროცესები აქ ჩვენთან რა თქმა უნდა ქაოსი იყო, ელიტები შეიცვალა, ელიტა გადაიხსნა, მეორე ელიტა გადაიხსნა, მერე ასე ისე. ჩვენთან ქაოსი იყო, მაგრამ დასავლეთში ხო არ იყო ქაოსი, მათ შევნილად ესმოდათ, რომ მათ ხედავდნენ და ზუსტად იმ ადგილებში გვირტყამდნენ, რა ადგილები ჩვენთვის ტკივნეული იყო. დაждდემ შვიდად, როგორც ჭკვიანი მაიმუნი დაждდება ხოლმე ყურაგზე და უყურებს, ესე იგი უჭყუების, ესე იგი ერთმანეთში გარჩევებს. და გვაცალეს სანამ ამ ყველაფერს იყო სხვათა შორის, აი გოგი თოფაძეც ხონებული ითხოვდა, რომ ჯართის აკრძალვა აუგზალო ჯართის და ჯართის აკრძალვა და ფერადელი თონების. ერთი პერიოდი მიაღწია კიდევაც. ხო, მაგრამ შემდეგ იმ ლობი მაჯობა. წამოვიდა, ესე იგი, სოფლიო ბანკის, ავალუტო ფონდი, ელჩები, ესე იგი, შევარდნაძეს აუტალახეს მისაღები და ნუ რაღაცა თითქმის ერთი წელი იყო აკრძალული, მე ზუსტად შეიძლება არ მახსოვდეს პერიოდი. და მე გავიდა, გასულია 2 გემი გადიოდა ჯართი დატვირთული ყოველ დღე ფოთიდან. რაღაც ბათუმიდანაც გადიოდა, მაგრამ ნუ ფოთიდან 2 გემი. გემი 5000 ტონაზე ნაკლები ხო არ იქნება? ხო, 2 გემი 10000 ტონა მინიმუმ. ვაგონები დაიჭრა, ჩაბარდა, ჩარხები, ქარხნები, რაღაცა საოცარი, ჩემი გამოთვლებით, უხეში გამოთვლებით გასულია 60 მილიონი ტონა შავი მეტალი. სრული კატასტროფა. 60 მილიონი ტონა. დღეს 1 ტონა ლითონი რო იყიდო, ღირს $1000 მეტიც. და გავიდა 200 ლარად, 140 ლარად, 150 ლარად. ხვდები? და მე უკან ვიყიდეთ იმისგან გაკეთ ჩვენი მეტალისგან გაკეთებული პროდუქცია, ხო. ოღონდ უკვე 100 მაგფაში. დამატებითი ღირებულება და ასე შემდეგ. ფერადელი თონები სავარაუდოდ რამდენიმე მილიონი ტონა გავიდოდა, სპილენძი, თითფერი, ტიტანი და ასე შემდეგ, ხო, ბევრი. ნუ აი ეს არის, ანუ გვაცალეს, სანამ გამოფატრავდნენ და გაანულებდნენ და ეხლა სადა ვართ ირაკლი? ეხლა ვართ ვაშინგტონის კონსენსუსის კოლონიალურ მოდელში, რომელიც შექმნილი არის უილიამსონის მიერ
ამერიკელი ეკონომისტი, ამერიკელ-ბრიტანული ეკონომისტია, მან შეიმუშავა ეს ვაშინგტონის კონსენსუსის პრინციპები, რომ თავისუფალი ვაჭრობა, სახელმწიფოს არჩევა, მონეტარული მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, 10 თუ 12 პრინციპია ვაშინგტონის კონსენსუსის, რომელიც ქვეყანას უნდა მოახვიო თავს და ის ქვეყანა ვეღარ განვითარდება. განვითარდება ნელ-ნელად, რაღაც ან მცირე ნაბიჯებით. ანუ კონკურენციას ვერ შეუქმნის უკვე განვითარებულ ქვეყნებს. ეს არის ამოცანა. კაპიტალიზმში მთავარი რა არის? კონკურენცია და გასაღების ბაზარი. წარმოება ადრე ქარხნის აშენება მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დიდი პრობლემა იყო. უზარმაზარი ინვესტიციები. დღეს ეგრე აღარ არის. სენდვიჩ პანელებისგან სამთვეში ააგებ დათარფილ შენობას. დენის მოყვანა პრობლემა იმდენად არტექნიკური აღარ არის. იაფიგა მოიყვანდა, ჩამოიტან თანამედროვეს ტექნოლოგიურ ხაზებს და აყენებდა გამოუშვებ ნებისმიერ პროდუქციას. ანუ 8 თვეში ერთ წელიწადში ესეთი საშუალო ზომის ქარხანას გამართავ რა. თუ კარგი პროექტი გაქვს. და პროექტებიც მზა პროექტები იყიდება კიდევ სოფლიოში. საკონსტრუქციო ბიუროებში მიხვალ და მზას მოყიდიან ბოლო-ბოლო. რაღაც მოდიფიკაციას ცოტას გაიგეთებ. მაგრამ თავარი ახლა ქარხნის გაკეთება კი არა, თავარი გასაღების ბაზარი. გასაღების ბაზარი და ჩვენ ახლა რა გვაქვს აქტივში? ჩვენ ხო გვასწავლიდან რომ თავისუფალ ვაჭრობას ჩვენ იმიტომ ავითარებთ, რომ აი ევროპასთან ხო ასოცირების შეთანხმებით, ჩინეთთან, ინდოეთთან, სპეცენგეს ქვეყნებთან 16 სუბიექტთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ესო იმიტომ რომ აი ჩინელებიო მოვლენო აქო საწარმოს აქ გააკეთებენ, რომ ევროპაში გაიტანონო. ევროპელები კიდე მოვლენ აქ გააკეთებენ, იმიტომ რომ SNG-ში, STS-ში გაიტანონო. სად არის აბა? 20-30 წელი ამას გვეუბნებიან. მანახეთ ერთი საწარმო, ვინ გააკეთა სხვა მომიჯნავე ბაზრისთვის. არ არსებობს თეორიაშიც კი ერთი ვიცი მე, გერმანელებმა გააკეთეს ისპანელების ქარხანა ქუთაისში. მუშაობს, არ მუშაობს, არ ვიცი, არაფერს არ გვეუბნებიან, ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, არ იყიდება, ეგეც არ მინახია არაფერ ინფორმაციას. გერმანული რაღაც ისპანელებია. მოკლედ, ანუ არ მუშაობს ეს სქემა, ხო? მაგრამ თავისუფალი ვაჭრობა, როდესაც განვითარებულ და განვითარებად ქვეყანას შორის, ეს ცალსახად ნიშნავს, რომ გამდიდრდეს განვითარებული კიდევ უფრო და დარჩეს სიღარიბეში ეს განვითარებადი ქვეყანა. ამიტომ მთავრობის ეს პოლიტიკა, მე მთავრობაში უჭკო ხალხი არ არის. ესმით მათ ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც ისეთი ვალდებულებები აღებული ამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, სოფლიო ბანკთან, სად არის ხელშეკრულებები საქართველოს მთავრობას და სავალუტო ფონდთან, ან სოფლიო ბანკთან. და მე ვერ ვიპოვე, ძალიან ბევრი ვეძებე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, მისი მთავრობის ვებგვერდზე, ეკონომიკის სამინისტროს ვერ მევაგენ. ხო, მაგრამ ხელშეკრულება არ არის, მაგრამ ფაქტის სახეზე რომ არის? არის, როგორ არა, მაგრამ დამალულია? გამჭვირვალე არ არის. აი, რა მაინტერესებს, ნეოკოლონიალური ჯანყი მოვაწყეთ საქართველოში. ახლა პოლიტიკასაც რო შევეხოთ, ოდნავ, ხო? ბიძინეველიშვილი გამოვიდა და გამოაცხადა ნეოკოლონიალური ჯანყი. და ჯერჯერობით საქართველოს იმარჯვებს ამ ნეოკოლონიალურ ჯანყში. მაგრამ ეკონომიკა თუ ისევ იგივე პარადიგმაზე დარჩა და იგივე ნარატივით დარჩა ეკონომიკა. მაშინ რა აზრია? ეს ყველაფერი არის წყლის ნაყვა, ხო? და გუნდი არსებობს იმისი, რომ აი ეკონომიკა ახალ რელსებზე გადააწყონ. ანუ ეხლა ჩვენ რა მდგომარეობაშიც ვართ? ჯერ მოდი სტატისტიკა გავიაროთ და მე მეგეთყვი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ საბჭოთა კავშირის დროს რო იყო საქართველო იმას დავეციოთ და გავუსწროთ. მცოდნე ხალხი არის. უბრალოდ მათ არავინ არ ეძახის. ზოგი სახელმწიფო სტრუქტურებში კი მუშაობს. უბრალოდ მუშაობს დადის სამსახურში 9-ზე მივად 6-ზე წამოვა, თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ ინიციატივა დაჟადია. ანუ პოლიტიკური ნება ამისი რომ ნეოკოლონიალური ეკონომიკური იდეოლოგია დამარცხდეს არ არსებობს. ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ ამას, რომ არსებობდეს ლოგიკურია, რომ ხელისუფლებამ შეკრიბოს საუკეთესო ეკონომისტები, საუკეთესო ფინანსისტები, საუკეთესო ბიზნესმენები, საუკეთესო მარკეტოლოგები ჩაკეტოს სადმე ერთი თვით, როგორც გერმანიის ერხარტმა ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა 40-იან წლებში და დააწერინოს გეგმა,
საქართველოს ეკონომიკური განვითარების დარგების მიხედვით. რახან ამას არაკეთებენ, როგორც ჩანს, აგრძელებენ ძველ მოდელში მუშაობას, ანუ მსოფლიო ბანკთან, სავალუტო ფონდთან და ასე შემდეგ. თუმცა ის ტენდენცია შეიმჩნევა, რომ მაგათგან ახალ კრედიტებს ჯერჯერობით აღარ იღებენ. იღებენ კრედიტებს აზიის განვითარების ბანკიდან, სადაც ჩინეთის დომინაცია. და ჩინელი მერე მოდის და თავისი კომპანიით აშენებს ამგვირაბებს და გზებს და ხიდებს და რაღაც. ნუ ჩინელი უფრო იაფად აშენებს ახლა. ხარისხი არ ვიცით. 1-2 წელი გავა და შევხედავთ რიკოთი როგორ არის. რიკოთი რთული მონაკვეთია და მაგით. ეს უნდა გაკეთდეს ახლა ახალი ველოსიპედის გამოგონება ჩემი აზრით ამ სიტუაციაში არ არის საჭირო. კომუნისტებმა მეცნიერულ დონეზე შეიმუშავეს საქართველოსთვის მთავარი პრიორიტეტები ეკონომიკაში, ეს არის კვების მრეწველობა, ეს არის მანქანამშენებლობა, ეს არის ეთერზეთები, რაც იყო, ის არის მეცნიერულად შემუშავა და ამას შეიძლება უბრალოდ დაამატო, დაუშვათ IT სექტორი, ხო, მეცნიერება ტევადი დარგების განვითარება, მძაფრი იმპულსი ჭირდება და დიდი ფული ჭირდება, რომ მეცნიერება ტევადი დარგები გამოვითავო. კი ბატონო, აი მე დავამატებდი რამდენიმე დარგს პრიორიტეტად. ეს არის ფიტოფარმაცევტიკა, ანუ მედეას ქვეყანა ვარ და აი ეს მიმართულება ტრადიციული მედიცინის ახლებურად გააზრება. თან ამაზე მოთხოვნა იზრდება. რაც ჩინეთმა ფაქტიურად გარღვევა და ინდოეთმა გარღვევა მოახდინა. ჩინეთი კოსმოსია და ევროპაში ლიდერია გერმანია. 4 მილიარდი ევროს ფიტოპროდუქტს ყიდის. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის რესურსი ამ ფონდზე. აი მე ვესაუბრებ, მე და სოსო მანჯავიძე ვესაუბრეთ ქალბატონი ელენე ამირეჯიბი, რომელიც თავის დროზე პატრიარქმა აკურთხა აი ამ საქმისთვის, რომ მიეხედა ეს სცენარეული და დღეს ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს. და მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ტრადიციულად არ აქცევს ყურადღებას ფიტომედიცინას, ფიტომცენარეულ და სახალხო მედიცინას, მაგრამ თითქოს რაღაცა იქაც გაუყვაყინული და მას სთხოვეს წარმოადგინოს თავისი ხედვა. სააკაშვილის დროს ეს ლოვანი იყო. წარმოუდგენელია. ხო. ამიტომ აი ქალბატონი ელენე ამირეჯიბისგან მე ვიცი, რომ სოფლიოში 2 საუკეთესო გეოგრაფიული არეალი არის ნედლეულის მოსაყვანად ფიტოფარმაცევტიკისთვის. ხო, იმიტომ რომ 35 ნიადაგობრივი სარტყელია ევროპაში, ევროპის კონტინენტზე და საქართველოში არის 29 წარმოიდგინე. ახლა ბუნებრივია, რომ ყველანაირი ბალახი აქ მოდის, რაღაცა მიკრო თითქოს სოფლიოს მოდელია რაღაცა. აი კავკასია არის ერთ-ერთი საუკეთესო გეოგრაფიული არეალი, იმიტომ რომ ჯერ ერთი შენაც თქვი ნიადაგებია სხვადასხვა, მიკროკლიმატებია სხვადასხვა, ალპური, სუბალპური ზონები, ეს ყველანაირი ზონაა. კარპატები ყოფილა კიდე ასეთი ადგილი, მაგრამ ნუ ახლა კარპატები დღეს ომის კარცეცხშია მოყოლილი. და მოკლედ ამას ალტერნატივა არ აქვს, ეს დიდ ფულს მოიტანს. თუნდაც იგივე რომ აღვადგინოთ ალოეს კონცენტრატის წარმოება მოთხოვნადია, იქ ალოე ვერე კიდე ახალი სორტია, ეს მიმართულება, ეთერზეთები მნიშვნელოვანია ძალიან. და მაგალითად კერამიკა. ეხლა კერამიკა რატო? იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს არის იაფი ნედლეული, 1 ლარი ღირს 1 ტონა თიხა. მაგრამ ყველგან მოიპოვება საქართველოში. 14 ინდუსტრიული ხასიათის საბადოა საქართველოში, მაგრამ ეს რაც დაზვერილია, რაც დაუზვერავია, კიდე სხვა არის. მათ შორის უნიკალური, ხო, ეს გურიის თიხა რაც არის. ბენტონიტები კიდე და ბევრი რაღაცა. მაგრამ კერამიკა მაგალითად თეფში ახლა ისეთი რამეა, ჭურჭელი, ჯამი, ჭურჭელი რაღაცები, ხო, ტყდება რა დროთა განმავლობაში. აი აქ შეგვიძლია ჩვენ ისე დავგეგმოთ ეს, რომ ჭურჭელი, ჯამჭურჭელი თეფშები ვაწარმოოთ, ხო? იმიტომ რომ ევროპაში რა პრობლემაა, თიხა კი ჯერჯერობით აქვს, მაგრამ იცლება მარაგები. თიხის ზოგიერთი საბადო ევროპაში ქალაქების ქვეშ არის. ახლა ქალაქს ხوار დაანგრევენ. ანუ ევროპაში ადრე თუ გვიან კერამიკ თიხის პრობლემა გაჩნდება.